მაიკლ ბისპინგმა გამოაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯი უნდა დაიცადოს. რატომ? იმიტომ, რომ მას უნდა ისლამ მახაჩევი და ილია თოფურია ერთ გალიაში იხილოს. ბისპინგმა ამას MMA-ის ისტორიაში უდიდესი ბრძოლა უწოდა. მომისმინე, მაიკლ, მე შენ პატივს ხცემ, მაგრამ ხანდახან ისეთ სისულელეს იტყვი, რომ მგონია ოქტაგონზე მიღებულმა დარტყმებმა შენს ლოგიკაზეც იმოქმედა. როგორც MMA-ის ფანს, არაფერი მძულს იმაზე მეტად, როცა ორ მებრძოლს, რომელთა ნახვაც ერთ გალიაში მინდა, ერთ ქარდზე სვავენ, მაგრამ სხვადასხვა მეტოქეებთან. ეს გავს იმას, რომ შენს ოცნების ქალთან ერთად ვახშამზე მიხვიდე და მთელი საღამო მის სიმთვრალისგან ატანილ ბიძაშვილს უსმინო. UFC-ში ეს იშვიათად ხდება, მაგრამ მინახავს პატარა პრომოუშენები, სადაც ასეთი გენიალური იდეებით ქარდებს აფუჭებენ. მახსოვს WFA-ის ტურნირი. იქ იყვნენ რემპეიჯ ჯექსონი, მეტ ლინდლენდი, მეიჰემ მილერი, ყველა იქ იყო, მაგრამ არც ერთი არ ეჩხუბებოდა ერთმანეთს. ეს იყო ფანების დაცინვა. ასე რომ მაიკლის სურვილს მესმის, მაგრამ მოდით ახლა მე გეტყვით იმას, რაც მე ვიცი. და როცა ჩეილ სონენი ამბობს, რომ რაღაც იცის, ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია პირველი პირიდან მაქვს და არა რაღაც იაფფასიანი ჭორებიდან. მისმინეთ ყურადღებით. ჩვენს ინდუსტრიაში არის რაღაცები, რასაც ხელმძღვანელობა ყოველთვის ეწინააღმდეგება. როცა ილია თოფურია დივიზიონში შემოვიდა და თავისი წესების დამყარება დაიწყო, ისლამ მახაჩევმა მაშინვე თქვა: მე 155 ფუნტს ვტოვებ და 170-ში ავდივარო. ეს UFC-სთვის ყოველთვის თავის ტკივილია. მაგრამ იცით რა მოხდა სინამდვილეში? იყო ფრენები UFC-ს მეორე სართულიდან პირდაპირ დაღესტანში. იყო პირისპირ შეხვედრა. და იცით რა უთხრეს ისლამს? თუ გაგიშვებთ 170 ფუნტში, შენ იქ უნდა დარჩე. შენ ვერ იბრძოლებ ორივე წონაში, როგორც ვიღაც ტურისტი. და იცით რა? ზუსტად იგივე საუბარი შედგა ილია თოფურიასთანაც. ილია, თუ 155-ში ახვალ, იქ დარჩები. მე არ დაგიშლი ტიტულზე ჩხუბს, მაგრამ თუ კამარს აიღებ, შენი ადგილი იქაა. მზად ხარ ამისთვის? ეს ინფორმაცია 100%-ით დადასტურებულია. ეს მითხრა ისლამმა, ეს მითხრა ილიამ და ეს დამიდასტურა თავად მეორე სართულმა. მათ აქვთ შეთანხმება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ UFC-ში საქმეები სხვანაირად კეთდება, მაშინ თქვენ საერთოდ არ გესმით ეს ბიზნესი. ახლა კი ყველაზე მთავარი კითხვა. ვინ უფრო დიდი ვარსკვლავია? ილია თუ ისლამი? მე იქ ვიყავი, როცა ილია პირველად დაუპირისპირდა ისლამს. მე ვიყავი ვეგასში The Ultimate Fighter-ის გადაღებებზე და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ იცვლებოდა სახეზე ისლამი, როცა ილიას სახელს ახსენებდნენ. ეს მას აგიჟებს. და სიმართლე გითხრათ, მესმის მისი. ილია თოფურია არის ფენომენი. მან მთელი საქართველო და ესპანეთი გააგიჟა. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის მანქანა, რომელიც ყოველდღე უფრო მეტ ფულს აკეთებს ორგანიზაციისთვის. და აი აქ ჩნდება პრობლემა. გინდათ ილია აიყვანოთ ზედა წონაში ისე, რომ კამარი არც ერთხელ არ დაუცვია? ეს არ არის UFC-ს სტილი. ეს არ არის ის, როგორადაც დანა ვაითი ბიზნესს აკეთებს ბოლო 30 წელია. წარმოიდგინეთ სცენარი. ილია ადის 155 ფუნტში და ისლამთან აგებს. რა ხდება მერე? ის ბრუნდება თავის წონაში როგორც დამარცხებული ჩემპიონი? ეს ხომ ბიზნესის მკვლელობაა. 2026 წელს ასეთ რისკზე არავინ წავა. ხალხო, მედია ხშირად ურევს ტერმინებს. ისინი ამბობენ ნომერ პირველი რეიტინგში და გონიათ, რომ ეს ნომერ პირველ პრეტენდენტს ნიშნავს. სისულელეა. ნომერ პირველი პრეტენდენტი არის ის, ვისაც ბრძოლის ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოძერილი. შენ შეიძლება რეიტინგში მეათე იყო, მაგრამ თუ კონტრაქტი გაქვს, შენ ხარ მთავარი პრეტენდენტი. ახლა 155 ფუნტში ნამდვილი ქაოსია. ყავს ჩემპიონი ისლამი, ყავს დროებითი ჩემპიონი გეიჯი და ყავს ილია, რომელიც ყველას თავგზას უბნევს. ბუკმეიკერები უკვე იბნევიან კოეფიციენტებში, მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს. თუ ამ ორს ერთ ქარდზე დასვამთ, ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ვინც დახურავს საღამოს? ვინც იქნება main event? სწორედ ის არის ნამდვილი ვარსკვლავი. და თუ ისლამი თავისი უცნობი მეტოქით და ილია გეიჯის წინააღმდეგ ერთად იქნებიან, გარწმუნებთ, ისლამი აღმოაჩენს, რომ ის ნამდვილად არ არის ამ საღამოს მთავარი მოქმედი პირი. ამიტომ სანამ ბისპინგი თავის ოცნებებში დაფრინავს, მე რეალობას გიყვებით. ილია თოფურია მოდის ყველაფრის წასაღებად და მას არ აინტერესებს ვინ უდგას წინ, ისლამი, გეიჯი თუ თავად ბედის წერა. მისმინეთ, მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ თქვენი ყურები მოვეფერო. მე აქ ვარ სიმართლისთვის და სიმართლე ისაა, რომ 155 ფუნტი ახლა ნამდვილ საგიჟეთს გავს, სადაც ყველას გონია, რომ მეფეა. მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი კაცი აკონტროლებს თამაშს და ეს კაცი საქართველოდანაა. მოდით ვისაუბროთ ჯასტინ გეიჯზე, The Highlight.
კაცი, რომელიც საკუთარ თავს ოქტაგონზე წირავს ყოველ ჯერზე. ბისპინგმა თქვა, გეიჯიმ უნდა დაიცადოსო. დაიცადოს? თქვენ ხუმრობთ? გეიჯის ხელში უჭირავს დროებითი ქამარი, interim belt, რაც MMA-ის ენაზე ნიშნავს, მე ვარ ნომერ პირველი პრეტენდენტი, სანამ ვინმე უფრო ვარსკვლავი არ გამოჩნდება. და აი გამოჩნდა ილია თოფურია. თუ თქვენ გონიათ, რომ ილია თოფურიას 155 ფუნტში ასვლა მხოლოდ სპორტული ინტერესია, მაშინ თქვენ ალბათ ის ხალხი ხართ, ვისაც ჯერა რომ კონორ მაგრეგორი მართლა ვარჯიშობს თავისი ახტაზე. არა, მეგობრებო, ეს არის წმინდა წყლის ბიზნესი. ილიამ იცის, რომ ისლამ მახაჩევი დიდი სახელია, მაგრამ გეიჯი არის ხალხის ჩემპიონი. თუ ილია დაამარცხებს გეიჯის 155-ში, ის ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს. იღებს მეორე წონის პრეტენდენტის სტატუსს და თან აჩუმებს ყველას, ვინც ამბობს, რომ ის პატარაა ამ დივიზიონისთვის. მაგრამ არის ერთი პრობლემა და ამ პრობლემას ქვია ლოგიკა. UFC-ში არასდროს, ვიმეორებ, არასდროს არ მომხდარა ისე, რომ ჩემპიონს, რომელსაც ქამარი ერთხელაც დაუცვია, მისცენ უფლება ავიდეს ზემოთ და იჩხუბოს სხვა წონის ქამარზე. ეს უბრალოდ არ ხდება. ეს ანგრევს მთელ სისტემას. თუ ილია წააგებს 2026 წელს, ის დაკარგავს იმ დაუმარცხებელ აურას, რომელიც მას ასეთ ძვირადღირებულ ვარსკვლავად აქცევს. დანა ვაიტი კი არ არის ის კაცი, რომელიც თავის ყველაზე დიდ აქტივს ასე მარტივად გაწირავს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ისლამ მახაჩევს ილია თოფურია აშინებს. არა იმ გაგებით, რომ გალიაში შესვლის ეშინია. ისლამი მებრძოლია. მას აშინებს ის ფაქტი, რომ ილია მასზე მეტს ლაპარაკობს, მასზე მეტს ყიდის და მასზე მეტად უყვარს ხალხი. როცა მე დანიელ კორმიესთან ერთად ვიყავი გადასაგებ მოედანზე, ჩვენ ვხედავდით ამას. ისლამი სულ იმას ამბობდა, მე მინდა 170-ში ასვლა. რატომ? იმიტომ რომ მას უნდა გაექცეს იმ აურზაურს, რომელიც ილიან 155-ში დაატრიალა. მას უნდა იყოს დაბლ ჩემპი, რომ როგორმე გადაფაროს ილიას პოპულარობა. მაგრამ UFC-მ მას მკაფიოდ უთხრა, თუ ახვალ იქ დარჩები. ეს ნიშნავს, რომ ისლამი ჩიხშია. თუ ის დარჩება 155-ში, მას ადრე თუ გვიან მოუწევს ილიასთან შეხვედრა. და იცით რა? ილია მას ფსიქოლოგიურად უკვე უგებს. ილია მას ისე ექცევია, როგორც პატარა ბიჭი, რომელიც თავის რიგს ელოდება. ქართული სული და ოქტაგონის კანონები. თქვენ ქართველებას გაქვთ რაღაცა, რაც ბევრს აკლია. ეს არის ველი თავდაჯერებულობა. ილია თოფურია არ არის უბრალოდ სპორტსმენი. ის არის თქვენი ერის სიმბოლო ოქტაგონზე. როცა ის ამბობს, რომ ისლამს დაანაკაუტებს, ის ამას იმიტომ არ ამბობს, რომ კამერების წინ გამოჩნდეს. მას მართლა სჯერა ამის. და აი რა მინდა გითხრათ დასასრული. ბისპინგი შეიძლება ცდება, გეიჯი შეიძლება ნერვიულობს, ისლამი შეიძლება გაურბის რეალობას, მაგრამ ერთი რამ ცხადია, 2026 წელი იქნება ილია თოფურიას წელი. თუ UFC დასვამს ილიასა და ისლამს ერთ ქარდზე, ჩვენ ვნახავთ ძალაუფლების გადაცემას. ისლამი მიხვდება, რომ ის აღარ არის A-side. ის ნახავს, რომ ხალხი მოდის არა დაღესტანური ჭიდეობის სასანახავად, არამედ იმ ქართველი მატადორის სასანახავად, რომელიც ყველას და ყველაფერს ანგრევს თავის გზაზე. გეიჯი? გეიჯი უბრალოდ მსხვერპლია ამ დიდ თამაშში. ის არის ბარიერი, რომელიც ილიამ უნდა გადალახოს, რომ ისლამამდე მივიდეს. და მერე ისლამს ვეღარაფერი უშველებს. მე ვარ ჩეილ სონენი და მე ყოველთვის მართალი ვარ. თუ გინდათ იცოდეთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი და რა ელოდება ილიას, უბრალოდ მომყევით.